ძალიან მნიშვნელოვანი თემაზე უნდა ვისაუბროთ და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაზე გაეცემა პასუხი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებს, ვისაც ერთხელ მაინც მქონიათ დიეტასთან შეხება, წონის კლებასთან შეხება, შენარჩუნებაზე არაერთი კითხვა გასჩენიათ და როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, თან ეს როგორ უნდა მოხდეს ჯანსაღად და კონკრეტული დიეტების გარეშე. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. თეონა ნუცუბიძე, ენდოკრინოლოგი არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით თეონა, გვიხარია რომ ხართ ჩვენი სტუმარი და ვიცი, ალბათ პირველ რიგში აი მთავარ კითხვაზე უნდა ვისაუბროთ, რამდენად არის შესაძლებელი და რა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ამ დროს ყურადღება. ესე იგი, კოკო ანუკა, ისე მიხარია რომ ამ თემაზე სასაუბროთ მომიწვეთ, იმიტომ რომ ყველა ენდოკრინოლოგის ღამის კოშმარი, ტკივილი არის როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი მიღწეული შედეგი და ასე ვთქვათ წარმატებული გამოსავალი, ხო? რატო ესეთი რთულია? ძალიან რთულია ბატონო ჩემო. იმიტომ რომ აი ყოველდღიურად ჩემს პრაქტიკაში ვხედავთ პაციენტებს, რომლებიც მოდიან, ძალიან კარგად აღწევენ იმას, რომ მოიწეს რიგონ მეტაბოლიზმი, მოიკლონ ის ზედმეტი კილოგრამები, რომელიც პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის უშლით ხელს და არა რაღაც მარტო ესთეტიკური კუთხით, ხო? და შემდეგ ვხედავთ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც თითქოს და მოვადუნებთ ყურადღებას, ეს ყველაფერი უკან ესეთი ძალიან მყარი ნაბიჯით ბრუნდება. შესაბამისად არის კითხვა, რატომ გვებრძვის ორგანიზმი უკან დაიბრუნოს დაკარგული კილოგრამები თუ ცხიმოვანი ქსოვილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ორგანიზაციის ძალიან აქტიური ჩართულობით მოახერხა, რომ სიმსუქნე დღესდღეობით არის, ეს არის ახალი ინფორმაცია, ოფიციალური მორეციდივე ქრონიკული დაავადება. შესაბამისად, როგორც ყველა დაავადებასთან, გვაქვს კითხვა, რა განაპირობებს ამ დაავადების როგორც განვითარებას, ასევე მის მიმართ წინასწარ განწყობას, ხომ? იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილით ვხედავთ ადამიანებს, მთელი ცხოვრების მანძილზე არ აწუხებთ რას მიირთმევენ, მოიმატეს თუ მოიკლეს, საერთოდ აი ამ ხმაურისგან თავის ტვენი არის თავისუფალი. დიდი ბედნიერებაა ბატონო, მე არა ვარ ამით დაჯილდოებული, ისე როგორც ბევრი ჩვენთაგანი. შესაბამისად, როგორც ყველა დაავადებასთან, ბევრი ფაქტორი არის, რაც განაპირობებს ამ ყველაფერს. ეს არის გენეტიკური წინასწარგანწყობა, რომლითაც ჩვენ მშობლებს და მათ წინაპრებს მადლობა უნდა გადაუხადოთ. ასევე ეს არის თუნდაც მუცლად ყოფნის განმავლობაში დედა როგორ იკვებებოდა, როგორი გარემო ჰქონდა, იღებდა თუ არა მედიკამენტებს. ასევე ეს არის ჩვენი საკუთარი ჰორმონალური მდგომარეობა, რას მივირთმევთ, როგორი ცხოვრების წესი გვაქვს თუ არა სტრესული სამუშაო გრაფიკი და ასე შემდეგ, ხო? ეს ძალიან ჩახლართული კომპლექსია, ურთიერთდამოკიდებული წრიარი და ყველა ფაქტორს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, როლი ამ წინასწარ განწყობაში, თუ განგვივითარდება ცხოვრების მანძილზე სიმსუქნე თუ არა. აი ბოდიში. კი ბატონო. ისე ვლაპარაკობთ, რომ რაღაცა ეჭვი გამიჩნდა, რომ ესე იგი დაკლება უფრო იოლია, ვიდრე შენარჩუნება. უმეტესწილად კი ბატონო. უმეტესწილად კი. ძალიან უცნაური ამბავი არის, იმიტომ რომ მე პირადად რა ვიცი, ესე არ მაწუხებს ეგ პრობლემა. ან შეიძლება მაწუხებს, მაგრამ მე არ ნერვიულობ. ხო, ანუ ფსიქოლოგიურად ჩანს არ მოქმედებს. დავეთახვა, ხო, კი, გაწუხებს, მაგრამ არ ნერვიულობ. ნუ არ ვღელავ ამ თემაზე, მაგრამ როგორც წარმომიდგენია, ესე იგი უფრო წარმოდგენის ან როგორც წარმოვიდგენ, დაკლება არის ბევრად რთული ამბავი. აინც რთული. კი ბატონო, მაგრამ აი მარტივად რომ შევხედოთ, ხო? შენ როდესაც გადაწყვეტ რომ უნდა დაიკლო წონაში, ამ დროს ფსიქოლოგიურად მოქმედებს ეს შენზე, ფიზიკურადაც მოქმედებს ეს შენზე და რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღე, ხო? არც ისე მარტივი, თან ამასაც გავსვათ ხაზი. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ისე უბრუნდები იმ ნიშნულს, სასწორზე მოდი ასე ვთქვათ, რის დაკლებაც გინდოდა, ეს ხო გამოდის, რომ თითქოს წყალში ჩაგეყარა ის ყველაფერი, რაც მანამდე იყო, ხო? ანუ აი როგორ არის შესაძლებელი თუ არის რეალურად შესაძლებელი შენარჩუნება? ძალიან კარგი რაღაცა ახსენეთ ახლა, რომ სასწორზე როდესაც ვხედავთ კილოგრამებს. სასწორს ვერ ვიტან. კაბინეტში სასწორი არა მაქვს, გარეთ გავიტანე, იმიტომ რომ სასწორი არის ძალიან მატყუარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიცოდეთ რა არის ჩვენი ორგანიზმისთვის ჯანმრთელი მდგომარეობა. შესაბამისად, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კითხვა ჩნდება,
როგორ გავიგოთ რა არის ჩვენი ჯანმრთელი წონა და სხეულის ჯანმრთელი გაცხიმოვნება, იმიტომ რომ რაღაც ტიპის სხიმოვანი ქსოვილი აუცილებლად ყველა ჩვენთაგანს გვჭირდება, ხო ესეა? სასწორი სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა სხვადასხვა ფორმულები ძალიან ბევრ რაღაცას არ მოიაზრებს ეთნიკურ მდგენელს არ მოიაზრებს ჩვენს ასაკს და ასაკი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და იმედი მაქვს რომ როგორ ყოფა რომ ამას დაუბრუნდეთ ასე რომ ჩვენთვის ექიმებისთვის ყველაზე ასე ვთქვათ სარწმუნო ეს არის სხეულის კომპოზიციის განსაზღვრა და ჩვენთან ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში ამ კვლევას აქტიურად ვიყენებთ ეს არის სხეულის ორმაგენერგეტიკული აბსორბციომეტრია როდესაც გავიგებთ რა არის ჩვენი სხეულის ჯანმრთელი წონა დღეს. იმიტომ რომ ჩემთან მოდიან პაციენტები და მეუბნებიან მე მინდა ვიყო 70 კილოგრამი, იმიტომ რომ ყველაზე მინიმალური რაც ყოფილა ეს არის 70 კილოგრამი. ანამნეზის შეკრებისას ვარკვევთ 70 კილოგრამი ბოლოს პაციენტი იყო 10-12 წლის წინ, სამი შვილის გაჩენამდე და მილიონი პრობლემის გარეშე, ხო ესეა? დღესდღეობით ამ დეკადაში ცხოვრების ამ ათწლეულში შეიძლება მისთვის ჯანმრთელი წონა აღარ იყოს 70, ან არ იყოს მიღწევადი ჯანმრთელი კვების რაციონი და ჯანმრთელი ჩარევით, ხო? და რაღაც რადიკალური კვებითი რეკომენდაციის აბსოლუტურად მოწინააღმდეგე ვარ და არ ვემხრობი. გარდა ამისა, ცხოვრების ყველა ათწლეულში არის ახალი გამოწვევა. ჩვენ ვისაუბრეთ გენეტიკაზე, მუცლადყოფნის პერიოდში, ექსპოზიციაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არ გვითქვამს, რომ ყველა ათწლეულში ჩვენი სხეული სხვადასხვა ფორმას ღებულობს. მაგალითად, იგივე მენოპაუზის დროს ხალები წელიწადში დაახლოებით 1-2 კილოგრამს ვიმატებთ მინიმალურ კალორიაზეც კი და ეს უმეტესწილად ხშირად გარდაუვალია თუ პროფესიონალიც არ გვეხმარება ამ სიტუაციაში, ხო? ამიტომ აი ეს ძალიან კომპლექსური საკითხში პირველი ეს არის რომ განსაზღვროთ ჩამოყალიბდეთ ეხა განსაზღვროთ როგორ მივხვდეთ რა არის ჩვენი ჯანმრთელი წონა და არ იყოს ფიქსაცია რაღაც ერთ წიფრზე არა დაახლოებით 15 წუთი ჭირდება ამ კვლევას შემდეგ ამას განსაზღვროს ენდოკრინოლოგი თქვენთან ერთად განსაზღვროს გაცხიმოვნების რა ტიპის სად არის მომატებული რა ტიპის გაცხიმოვნება არის რაზე უნდა ვიმუშაოთ კვების რაციონი როგორ უნდა ავაწყოთ ჰორმონალური მდგომარეობა აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ჩვენი ორგანიზმი უნდა გავიცნოთ იმიტომ რომ სიმსუქნეს ვიზუალური ფენოტიპის გარდა აქვს კლინიკური მდგენელი, ხო? კლინიკური გამოვლენებები. უნდა ვიცოდეთ კლინიკურად რაში გვიშლის ხელს, კარდიოვასკულარული სისტემა რა მდგომარეობაშია, გვაქვს თუ არა შაქრიანი დიაბეტი. ხომ არ არის, ასე ვთქვათ, ლატენტური ფარისებრი ჯირკვლის რაიმე პათოლოგია, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ანუ ეს ყველაფერი უშლის ხელს წონაში კლებას და პირიქით მომატებას უწყობს ხელს? შეიძლება უშლიდეს იმას, რომ შევინარჩუნოთ უკვე მოკლებული წონა, შეიძლება უშლიდეს ხელს იმაში, რომ თავდაპირველად არ მოვიმატოთ, ჩვენი მადა ვაკონტროლოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ მე მყავს პაციენტები მეუბნებიან, რომ უბრალოდ უბედური ვარ, სუმშიერი ვარ, ესე ვიქნები თქვენი ხათრით ერთი თვე, მაგრამ მე უნდა მაინც რაღაცნაირად, იმიტომ რომ არ შემილია სხვანაირად. აი, მინდა რომ იმ თემას დავუბრუნდეთ, თქვათ, რა არის ხოლმე ძირითად შემთხვევაში იმის მიზეზი, რატომაც ვერ ვინარჩუნებთ დაკლებულ კილოგრამებს, ხო? თქვათ ერთი რომ არ ვიქცევით სწორად და კვების რუტინას არასწორს ვირჩევთ შემდეგ თუ ფსიქოლოგიური მომენტი მოქმედებს მაინც რომ აი რაღაცა მე მაქვს რამდენიმე კილოგრამი რომელიც შემიძლია რომ გამოვიყენო და მივირთვა ის რაც მინდა და დავსაჩუქრდა. ესე იგი რამდენიმე ფაქტორი თქვენ უკვე მოყევით, რასაც აქვს მნიშვნელობა. დავამატებდი ზემოდან, რომ აუცილებლად იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ადამიანი წონაში იკლებს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ეს წონის კლება ჭირდება. ეს უნდა მოხდეს პროფესიონალთან, ენდოკრინოლოგთან და სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად, თუ რაიმე პათოლოგიაც არსებობს ან დაავადება, იმიტომ რომ უნდა შედგეს შენარჩუნებადი ცხოვრების სტილი. რადიკალური დიეტების მოწინააღმდეგე ვარ თქვი და რა არის ამის მიზეზი? იმიტომ რომ რადიკალური დიეტები არ არის შენარჩუნებადი, ხომ? უგემურ საჭმელზე, რომელსაც არც მარილი აქვს და არც არაფრის გემო, ამაზე მე ვერ ვიცხოვრებ მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ეს არ არის შენარჩუნებადი. რა თქმა უნდა, ეს არის გათვლილი ძალიან ხანმოკლე ცხოვრების ეტაპზე.
ქორწილისთვის მოკლებაა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩამოვიყალიბოთ ის უნარჩვევები, რომელსაც გვასწავლის ჩვენი ექიმი, შემდეგ ამას გავითავისებთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამას მერე თაობებს გადავცემთ. მაგალითად, მარტივი მაგალითი, ჩემი და რომელიც ბავშვობიდან მიეჩვია იმას, რომ არ კონდეს ინტუიციური კვება და სპონტანურად არ მიირთვას, აი მაგალითად როშია არ აიღებს შოკოლადს, იცის რომ ამ დროს უწევს ჭამა და გეგმილია კვება, ეს არც მე მისწავლე, არც ჩემგან უსწავლია, არც ჩვენი მშობლებისგან, მაგრამ მან ეჩვევა გადასცა მის შვილს და მისი შვილიც ეხა ზუსტად ესე ბავშვობიდან რაღაცა დაეწყო და აბსოლუტურად არ აქვს მომატებული ასე ვთქვათ, მადა იმ რაღაც ტკბილეულზე, პროცესირებულ საკვებზე და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ჩვევებს, რომელსაც დღეს ექიმთან ერთად დავისწავლით, შემდეგ ვისწავლით ეს როგორი მოვარგოთ ჩვენ ცხოვრების სტილს, იმიტომ რომ თუ ადამიანი მეუბნება, რომ მე უბრალოდ არ ვიღვიძებ 8 საათზე და საუზმეს 9-ზე ვერ შევჭამ და თან ამდენი თქვენ რაც დამიწერეთ, ამდენ ამას მე არ გავაკეთებ, ექიმი შეეცდება მოერგოს მის ცხოვრებას და შეურჩიოს ის გრაფიკი, რაც მისთვის იქნება შენარჩუნებადი, რომელსაც შემდეგ მთელი ოჯახი შეიძლება შვილებს გადასცემს და ასე შემდეგ. ანუ მაინც დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დისციპლინას აქვს, თუმცა როგორც უკვე თავიდანვე დავიწყეთ, სიმსუქნე ეს არის დაავადება, არც ცუდი დისციპლინის, არც ცუდი ნებისყოფის გამოვლინება, უბრალოდ რაღაცნაირად კომპლექსურად მიდგომა თავის დადანაშაულება, რომ მე რაღაც არ გამომდის, აპრიორი არასწორია. მე წონის შენარჩუნებას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, წონის შენარჩუნება უკვე დისციპლინით ხდება. ძალიან მარტივია იყო დისციპლინირებული, როდესაც შენ გაძლევენ გეგმას, რომელიც ჩვენთვის მარტივად დაცვადია. ხო ესეა? უდისციპლინოა ყველა ადამიანი, რომელიც ვერ მოახერხებს რაღაცა ზებუნებრივ ძალიან კაცრი ცხოვრების სტილის დაცვას, ხო? მე ფიზიკურად არ შემიძლია დღეში სიტყვაზე ვთქვათ, ვიცხოვრო 800 კალორიაზე, იმიტომ რომ მიწევს ბევრი სამუშაო, ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვარ კლინიკაში. შესაბამისად, ეს ჩემთვის დაუცვადი იქნება და გამოვდგები, რომ ვარ უდისციპლინო ადამიანი. ამიტომ ეს ძალიან ესეთი წვრილი ხაზი არის. კი ბატონო, ეგრეა, თან მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, ეხლა ჩვენს ქვეყანაში რაღაც ეგეთი კონკრეტული გრაფიკი არ არის ხოლმე დადგენილი, ცოტა გიჟურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა სამწუხაროდ, შესაბამისად ამ დისციპლინაში ვერ ვჯდებით, მაგრამ ხო, მე მაინც ეგრე ვუყურებ, რომ დიეტა არის დისციპლინა გარკვეულწილად. ისე როგორც ყველაფერი ალბათ, ხო? ის რომ სამსახურში ყოველდღე მივდივარ და ვიცით რომ უნდა მივიდეთ და გველოდებიან, ესეც არის დისციპლინა. ჩვენი ორგანიზმი ელოდება, რომ უნდა ვაჭამო აუცილებლად სადილი, უნდა მოუმზადო რაღაც კონკრეტული რაც სჭირდება და ესეც არის რაღაც დისციპლინა. ეხლა დღესდღეობით ბევრად უფრო მარტივია რაღაცნაირად ამ ყველაფერს ფეხი აუწყო, ვიდრე იყო ადრე და დაახლოებით 5 წელიწადში ბევრად მარტივი იქნება, იმიტომ რომ ამ წუთში მთელი საზოგადოება, ვინც მუშაობს და სპეციალიზირდება სიმსუქნის კუთხით, ძირითადად რა გეზი გვაქვს აღებული? ეს არის სიმსუქნის ფენოტიპირება, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი და უკვე კონკრეტული ტიპის სიმსუქნეს, რომელსაც გამოავლენენ კონკრეტულ ტიპის გასაღებს მოვარგებთ, ხო? იმიტომ რომ არ არსებობს ყველასთვის ერთი ზომა ფეხსაცმელი. ყველას სჭირდება თავისი მიდგომა და თუ ენდოკრინოლოგები ამას რამდენიმე თვეს უთმობთ, რომ პაციენტი გავიცნოთ და მას მოვარგოთ ეს გასაღები, რაღაც პროტოკოლები შეიძლება და რაღაც დიაგნოსტირების მეთოდებით ეს თავიდანვე შესაძლებელი გახდეს. ჩვენ ცოტა ხნის წინ საუბრობდით მაი დიეტის შემდეგ ვთქვათ ქცევებზე, ხო? დასაჩუქრება ვახსენე. აი რამდენად სწორი არის ეს მექანიზმი, ეს ქმედება. თუ საქმე არა გვაქვს და ამას უმეკითხებიან, როდი შეიძლება იყოს ერთი დღე, როდესაც რაც მე მინდა, ის უნდა ასე ვთქვათ და ეს გასაგებია და რა თქმა უნდა, ექიმებიც ყოველთვის მიკერძოებულები ვართ და მე ჩემ პაციენტად ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ ვეღარაფერზე უარს ვერ ვეუბნები და კი ბატონო და ოკეი და კაი, მაგრამ ეხლა რაში არის საქმე? თუ ადამიანს არ აქვს ძალიან მისი ცხოვრებისგან განსხვავებული კვების ასე ვთქვათ გეგმა შედგენილი, მას აღარ უჩნდება სურვილი რომ მე ხა რაღაც რეჟიმში ვცხოვრობ და მე თავი უნდა დავისაჩუქრო. ეს იმდენად ბუნებრივი და ცხოვრების სტილთან დაახლოებული უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენს ორგანიზმთან და ორგანიზმს არ უჩნდებოდეს შეგრძნება რომ მე ხა შიმშილის სტრესის ქვეშ ვარ და როდის დავისაჩუქრებ თავს ამ წამების გამო. ანუ მაგაზე არ უნდა ვიფიქროთ. ანუ დიეტის დაწყების დროსაც დიეტას მე ვგულისხმობ სწორი კვების დაწყების დროსაც არ ვგულისხმობ შიმშილს მაშინვე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი რომ რაღაცა ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების რუტინის ნაწილი და არა რაღაცა კონკრეტულად ვთქვათ შიმშილი და შემდეგ დასაჩუქრება ხო
დიახ და თუ ისეთ ენდოკრინოლოგთან მოხდებით, რომელიც იცის, რომ სიტყვა დიეტა ყველას, ასე ვთქვათ, აქ ზარს უნთებს, მე ჯერ თავიდან ვიწყებთ, რომ არა, დიეტა არ გექნებათ, თქვენ გექნებათ ჩემგან 2 რეკომენდაცია, მე 2 ხდება 10, მე უკვე ვიწყებთ. ანუ ნელ-ნელა რაღაცნაირად აი არ ხდება ისე, რომ ხვალ ეხა მე გავხდები პროფესიონალური ჩოგბურთელი, ვერ გავხდები. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რაღაც ნელ-ნელა, რომ არ იყოს ჩვენთვის სტრესი. რატო? ყველანაირ სტრესზე კორტიზოლი ჰაერში გავარდება და ჩვენი, ასე ვთქვათ, ეს მთელი მოგზაურობა ამ ახალ სივრცეში გახდება ბევრად უფრო ტრავმული. მიდგომებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საბოლოო ჯამში. იმ თემაზეც მინდა ვისაუბროთ, ჰორმონებიც ახსენეთ, ვთქვათ და როდესაც გადავწყვეტ რაღაცა კონკრეტული წონის კლებას და ამაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მთელი დღის განმავლობაში არ ჭამდეს, ვერ იკლებს, ხო? რა ანალიზები უნდა გადაამოწმოს ამ დროს და რა უნდა გაიგოს მისი ორგანიზმის შესახებ? კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ხშირად პაციენტი როდესაც პირველად მოდის, ამბობს, რომ მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ, მთელი ცხოვრება დიეტობ, მაგრამ აი ახლა მოვედი, იმიტომ რომ უკვე დავიღალე. როდესაც ასე ვთქვათ, სააშკაროზეა გამოტანილი რა არის მიზეზი, კი შეიძლება ჩვენ გენეტიკაზე ვერ ვიმოქმედოთ და ვერ ვიმოქმედოთ რაღაც წინასწარ გაწყობაზე, მაგრამ ამ წუთში თქვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმის სიჩქარეზე მოქმედება ჩვენ შეგვიძლია. მადლობა ღმერთს. ამიტომ აქ როდესაც პროფესიონალი გეხმარებათ, თქვენთვის გაცილებით მარტივია შემდეგ შედეგის მიღწევა. მთელი დღე არ ჭამა, ეს მარტო გააუარესებს სიტუაციას, იმიტომ რომ მეტაბოლიზმი კიდევ უფრო მეტად შენელდება, ჩვენ ორგანიზმს ეგონება ჩათვლის, რომ ეხლა არის რაღაც სტრესული სიტუაცია, ომია, შიმშილია, არ ვჭამთ არაფერს და რაც კი მაქვს, ისიც უნდა დავიმარაგო. რაც აბსოლუტურად არაფერში არ გვჭირდება, ხომ ასეა. ამიტომ შიმშილი გამოსავალი არ არის, თუ ეს არ ემსახურება რაღაც სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში ექიმები ურჩევენ, რომ ავტოფაგიას რამდენიმე საათი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში შიმშილი ჩვენთვის არის პირდაპირ სტრესული მდგომარეობა, შექმნილი ვართ იმისთვის, რომ შვილები გავაჩინოთ და გქონდეს გარკვეულწილად საბადო საკვები ნივთიერებების ორგანიზმში. ამიტომ შიმშილის შემთხვევაში პირიქით მეტაბოლიზმი ისე ქვეითდება, რომ საერთოდ შემდეგ კლება არის შეუძლებელი. აღარ გვაქვს ენერგია, აღარ გვაქვს ხასიათი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, კოგნიტური ფუნქციაც სუსტდება. კი, და აი ანალიზებზე მაინც გეკითხავთ, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ დიაბეტი, ჭიყვი და ჰორმონები, ხო? რა უნდა გადავემოწმოთ და რა ნიშნები არის, ვთქვათ, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ესე იგი, ყოველთვის, როდესაც ასეთ სიტუაციაზე ვიწყებთ მუშაობას, არის ხოლმე კითხვა, რომ აი ნუსხა მომწერეთ და ყველაფერ კვლევას გავაკეთებ. ხო, ეს სწორი არ არის, არ ჩვენი ჯიბისთვის, არც ექიმისთვის და ეს ფუჭი ხარჯი არის, მე თუ მკითხავთ. თქვენზე მორგებული გეგმა უნდა იყოს, რა კუთხით გჭირდება წასვლა. ეს ფენოტიპირება მე დაგვეხმარება, იმიტომ რომ გვეცოდინება უფრო კარდიოვასკულარული სისტემის გჭირდება კვლევა, აქვს ადამიანს სიტყვაზე ვთქვათ, უფრო მეტაბოლური დარღვევები, გლიკოზა არის მომატებული узმოდ, ინსულინ რეზისტენტობა თუ ასე შემდეგ. ყველა აწლეულში სხვადასხვა კვლევების ნუსხა არის რელევანტური, ხო? ვთქვათ, მენოპაუზის შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა კვლევებს გავაკეთებთ, თუ არის 20 წლის გოგო, სხვა კვლევებს გავაკეთებთ. თუ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად აქტიურია, ათლეტია, ძალიან ესე ვთქვათ, ჯანსაღ ცხოვრების წესს ეწევა, აბსოლუტურად სხვა, ხო? თუ ალკოჰოლს მოიხმას, ყველა ადამიანისთვის პერსონალიზირებული ინდივიდუალური მიდგომა არის დღევანდელი მედიცინის, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედი და ამას კარგად მინდა ხაზი გაუსვა. და ეს რადიკალური დიეტებიც ამიტომ არ არის ყველა შემთხვევაში გამოსავალი, ხო? 20 წლის გოგოს სჭირდება აბსოლუტურად სხვა ტიპის კვება, 50 წლის ასაკში რადიკალურმა დიეტებმა შეიძლება მიგვიყვანოს იმაში, რომ აღარ ვიზუნდებ ჩვენს ძვალსახსროვან სისტემაზე გამოიფიტება დროზე ადრე, კოგნიტური ფუნქცია არ იქნება ისეთი, როგორც გვჭირდება და საერთოდ არ აქვს რეკომენდაცია კალორიაჟის რადიკალურ შემცირებას. თათია, თეონა, დაახლოებით 1 წუთი დაგვრჩა და უცებად მინდა კითხო, რამდენი ხანი ჭირდება ორგანიზმს, რომ შეეჩვიოს რაღაცა კონკრეტულ კვებას და კვების რეჟიმს?
კი ბატონო, ხშირად ეს კითხვაც აი ზუსტ პაციენტების ხმა ხართ დღეს ჩვენთვის. ძირითადად ვეუბნები, რომ ეს არის სადღაც 3-დან 6 თვემდე შევეცადოთ ეხლა რომ შევინარჩუნოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში გულწრფელად რო გითხრათ, იმათ ცოტა ისე ვეუბნები, რომ ასე ვთქვათ, ძალიან არ შევაშინო. საბოლოო ჯამში ეს მაინც არის, რომ რაღაცნაირად გარკვეული საბაზისო ჩვევები მაინც მთელი ცხოვრება თან უნდა გავყვეს. და არა მარტო იმიტომ, რომ წონა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ სულ რო არ მქონდეს ზედმეტი წონა, არ არის სიტყვაზე ვთქვათ რეკომენდირებული ის, რომ მთელი დღე არ ვჭამო და ღამის 12 საათზე ვჭამო ფასტ-ფუდი და პროცესირებული საკვები, ხომ ასე? კი, რა თქმა უნდა, ნამდვილად და ძალიან დიდ მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ ესეთი მნიშვნელოვანი რჩევები მოგვეცით მარტივი ენით, თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირად გელოდებით ჩვენთან სტუდიაში. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა ძალიან დიდი.